ასეთ საინტერესო კომენტარი გვაქვს, რომელმაც აბსოლუტურად სწორი ინფორმაცია მოგვეწოდა ლევონმა ამ კომენტარში და თქვა რომ საკმაოდ დაბალი შეფასება აქვს ფიფქიას, რომელიც ჰოლივუდმა გადაიღო ბოლო დროს 4 წელი იღებდნენ თუ რაღაც ამ ფილმს საკმაოდ დიდ ხანს და ანუ დიდი აჟიოტაჟი იყო ამ ფილმთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხალხი მართლა დაიღალა რა ამ ჰოლივუდური სისულელეებით, რაღაცა კაცის როლის დეგრადაციით ყველა ფილმში, ყველა მულტფილმში, რაღაცა ძველი ნარატივების შეცვლა იმისთვის, რომ რაღაც ბავშვები არ გაიზარდონ ძველ ტრადიციულ ღირებულებებზე, რაც არის აბსოლუტურად მარაზმი. მე უბრალოდ მომეწონა ეს ფილმი და მე ვფიქრობ, რომ აი ღვინის ქურდით ხლეს გადააყოლესო, აი ესე გამოვიდეთ მართლა, იმიტომ რომ იმდენად ბევრი სისულელე გადაიღეს, რომ ხალხი უკვე დაიღალა და ამ ფილმის აი ამ ფიფქიას აყურებელად აღარც კი მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფიფქია ყველაზე ნაკლები პროპაგანდაა და მე პირადად მომეწონა. ძალიან მომეწონა ეს ფილმი, იმიტომ რომ ძალიან ძლიერია ფიფქიას პერსონაჟი, გემოვნებით არის გაკეთებული, სიყვარულის ისტორიაც სწორი ხაზით მიდის, აი ეს ჯადოსნური კოცნის სცენით შენარჩუნებულია. ამ ბიჭის როლიც რაღაც რობინ ჰუდის როლში და მე ძალიან მიყვარს რობინ ჰუდი და მოკლედ ყველაფერი იყო ძალიან კაი. ნუ ერთადერთი გამაღიზიანა იმან ძირითად ვიდეოშიც ვთქვი, რომ ეს მაინც პროპაგანდა არა, რომ აი ძველი ნარატივი შეცვალეს. რა ასერჩოდნენ ამ ფარფატა ფიფქიას, რომელიც იყო აი რაღაც თვალსაზრისით სრულყოფილი, ხო, უკეთილშობილესი, რაღაცა უსაყვარლესი, რაღაცა პრინც არც კი ელოდებოდა თავისთვის ცხოვრობდა ბედნიერად, თავმდაბლურად, ყველაფერს აკეთებდა, რაც ეველებოდა. მაგრამ ისე გამოვიდათ რა ჰოლივუდში, აი მართლა ღვინის ქურდით ხლეს გადააყოლესო, ანუ იმდენად ყველაფერი ბევრ რაღაცას მიადგნენ და აი განადგურეს ზღაპრები, რომ რაღაცა ის გარკვეული ჯგუფი არსებობს, ხო ვიცით, ეხლა ნამდვილად ამას ვერავინ ვერ უარყოფს დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ნუ პირდაპირ ურტყავენ ტრადიციულ ღირებულებებს და ნუ აი ამის საწინააღმდეგო რო იყო რა, თორემ ყველა ასე კი არ იღებს და ყველა კი არ ებრძვის დასავლეთში, ასე არავინ არ გამიგოს დასავლეთში ბევრ ძალიან მაგარ რაღაცას ქმნიან და კიდევ კარგი რომ დასავლეთი არსებობს, იმიტომ რომ აღმოსავლეთი ნამდვილად არ ჯობია. ანუ რასისტი არ ვარ, მაგრამ აღმოსავლეთი ნამდვილად არ ჯობია დასავლეთს. მაგრამ დისტოპიები იქნება რა ორივეგან რაღაც მომენტში ვეღარ ხვდები რა უარესია ხა ირანში არსებული სიტუაცია ადამიანების უფლებების თვალსაზრისით ის უარესია თუ მაგალითად ეხა კანადაში რაღაცა არ ვიცი კოტებით რო ქმნიან ყველაფერს და წახალისება რო ხდება პირდაპირ გენდერული პოლიტიკის და ბავშვების რაღაც არ ვიცი transitioning ანუ ბავშვებისთვის კეისის შეცვლის წახალისება რომ ხდება და ასე შემდეგ. მოკლედ მეგობრებო, უნდა გავძლიერდეთ, ჩვენ უნდა დაავრჩეთ ჩვენ ფეხებზე, ჩვენს ღირებულებებზე და უბრალოდ სწორი ანალიზი ხანდახან უნდა ვიცოდოთ ხოლმე რომ გავაკეთოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს.